მოგესალმებით მეგობრებო, დღეს წარმოგიდგენთ სამაგიდო თამაში Horus Rise of Empire. მისი გამომცემელი გახლავთ Yellow, ხოლო დიზაინერი David Chappell და Jacqueline Millet. ამ თამაში შეუძლია 2 და 4 თამაშეს, 14 პლუსი აქვს ასაკი და 3-15 წუთი გრძელდება თითოეული სესია. Horus-ში ჩვენ ხელმძღვანელობთ ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქ სახელმწიფოს და ვცდილობთ, რომ მის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. რამდენიმე სახელმწიფოდან შეგიძლიათ ერთ-ერთი აირჩიოთ. ეს არის მთავარი ბორდი, რომელზეც გამოსახული არის 4, ასე ვთქვათ, ტრეკერი და მთავარ ბორდს გარშემო, როგორც სხვა თამაშებში, აქვს გამარჯვების ქულები. ეს არის მოქალაქეების ტრეკერი, როგორც ხედავთ, 3-ზე ვიწყებთ. ეს არის დაბეგვრის ტრეკერი, რომელიც იდეაში განსაზღვრავს ჩვენს შემოსავალს, იქნება გამომდინარე სახელმწიფოს წარმოვადგენთ. ეს არის გდიდების ტრეკერი, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა მოქმედებების დროს ქულების აღებაში და ეს არის ჩვენი ჯარისკაცების ტრეკერი. აქეთ არის მოცემული ის თავგადასავლებები, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია გადავეყაროთ ჩვენი განვითარების გზაზე. რაც შეეხება პლანშეტს, თითოეული პლანშეტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ამ ნაწილში იდება ჩვენი არჩეული ქალაქ სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ დავირჩევთ, ამ შემთხვევაში ეს არის ათენი. ესე გამოიყურება, უკან გვაქვს საინტერესო ისტორია ამ კონკრეტული ქალაქ სახელმწიფოს შესახებ. გავათავსებთ, როდესაც ავირჩევთ და ჩავდებთ ჩვენი არჩეული ფერის შესაბამის ტოკენს ამ ქალაქის განვითარების პირველ ეტაპზე. შემდეგ აქეთ ხარეს ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ტრეკერი, კულტურის ტრეკერი და სამხედრო ტრეკერი. ხოლო აქ მოცემული არის სulis მიმდინარეობა. თამაშს ავიწყებთ, გვაქვს საწყისი 4 ფული და 2 action კამათელი, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი მოქმედების განხორციელებისთვის. ასევე გვაქვს achievement-ის ტოკენები, რომელსაც თქვენ ასევე შეამჩნევდით აი აქ, თავარ ბორდზე და achievement-ი, რის achievement-ია, რომ არ იყოს დასწრებაზე, ვინც დაასწრებს, მოკლედ ის მიიღებს შესაბამის achievement-ს და achievement-ის მიღება გვაძლევს ან Glory-ის ტრეკერზე 1 წასვლას, ან Text-ის ტრეკერზე 1 წასვლას. ასევე თქვენ შეამჩნევთ, რომ აქ არის მოცემული ბარათები, ეს ბარათები არის ივენთები, სულ 9 რაუნდზე შედგება თამაში და შესაბამისად 9 ივენთი უნდა იყოს. ამ დასტაში ჩადებული 7 ივენთი შემოდის ყოველ თამაშზე რენდომად, ხოლო პირველი და ბოლო ივენთი უცვლელია და ყოველთვის ერთ და იგივე ხდება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ მოვატრიალოთ ძირითადად ივენთების resolve ყოველთვის ხდება კონკრეტულ ფაზაზე, თუმცა ამ შემთხვევაში growing populations ყოველთვის ხდება დაის ფაზაზე, ან კამათის გაგორების ფაზაზე ამ რაუნდში. თამაშის დაწყებაში ასევე ჩვენ გვირიგდება პოლიტიკის ბარათები, 5 ბარათი გვირიგდება თითოეულ ჩვენთაგანს და მერე ხდება დრაფტი. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი 5 ბარათი დრაფტს აღებული, როგორც ხედავთ 3 სხვადასხვა ფერის ბარათი შეიძლება შევხვდეთ თამაში, ყვითელი ბარათები ყისიერ ეფექტს გაძლევთ, იასამნისფერი ბარათები განგზობად პასიურ ეფექტს გაძლევთ, წითელი ბარათები თამაშის ბოლოს გაძლევთ დამატებით ქულებს. ბარათები რო ითამაშოთ, რა უნდა გააკეთოთ ამას ცოტა ხანში გავივლით, თუმცა პოლიტიკის ბარათები ძალიან კარგი არის თქვენთვის. იქიდან გამომდინარე, თქვენი ქალაქ სახელმწიფო რა სტრატეგიას აწვება, თქვენი შესაბამისი სტრატეგია ყოველ თამაშში სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. როგორც ხედავთ, პირველ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყისიერი ეფექტი, ათენის შემთხვევაში და გვეუბნება თამაშის დაწყებაში მიიღეთ 3 ფილოსოფიის ტოკენი. ავიღოთ 3 ფილოსოფიის ტოკენი და თან გავიაროთ, რას გვაძლევს ფილოსოფიის ტოკენები თამაშის განმავლობაში. დავხედოთ ჩვენი პლანშეტის ქვედა ნაწილს და როგორც ხედავთ, 3 ეფექტი აქვს თითოეულ ფილოსოფიის ტოკენს. ყველაზე მარტივი არის, რომ დაკარჯო ფილოსოფიის ტოკენი და მოიმატოს 3 პოპულაცია, ათენის შემთხვევაში ესეთი ეფექტი მივიღეთ. ხოლო სპარტას შემთხვევაში სპარტა თამაში იწყებს შემდეგნაირად, როგორც ხედავთ, მუდმივი ძალა აქვს, ყოველ დროსაც გააკეთებთ explore action-ს, ერთით ნაკლები ტრუფი დახარჯეთ თქვენ ამ explore-ზე. ანუ სპარტა თავისთავად სამხედრო მიმართულებით უფრო ძლიერი არის. ეხლა უკვე გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ჩვენი სვლები. პირველ რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვაცხადოთ ივენთი გამოვაცხადეთ, growing population-ი გამოვატრიალეთ, გვეუბნება, რომ დაის ფაზაზე ამ რაუნდში მხოლოდ როდესაც თითოეულ მოთამაშე გააგოროს კამათესო, თუ ამ კამათლების საერთო ჯამი 4-ზე ნაკლებია, იმ მოთამაშემ მიიღოს 1 ფილოსოფიის ტოკენი. ეგ არის მოკლედ growing populations.
შემდეგ გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, ეს არის text ფაზა. text ფაზაზე, ანუ უყურებთ ჩვენს text-ის ნიშნულს, ჩვენ ორივე ვართ 0-ი, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ text ფაზაზე რამდენზეც ვიქნებოდით, იმდენ ფულს მივიღებთ, მაგრამ ნახან 0-ზე ვართ, შესაბამისად დამატებით მხოლოდ 0 ფულს ვიღებთ. მარტივად გავყევით, შემდეგი არის C ფაზაზე ვაგორებთ კამათეს. ვიღებთ კამათეს, ორივე მოთამაშე და ვაგორებთ. ორიანი და ერთიანი გააგორა ათენმა და სამიანი და ერთიანი გააგორა სპარტამ. როგორც ხდება ხოლმე ამ თამაშიც, რაც უფრო მაღალს გააგორებთ, მით უფრო ნაკლები თავის ტკივილი გაქვთ, მაგრამ არა უშავს ორიანი და ერთიანი გავაგორებთ და აქ სამიანი და ერთიანი გავაგორებთ. და ამ ფაზაზევე ვიწყებთ ექშენებს. ყველა მოთამაშეს აქვს ერთი და იგივე იდენტური 7 ექშენის ესეთი თაილი, რომელიც იწყება 0-დან 0, 1, 2, 3, 4, 5 და 6. და როგორც მივხვდით, იმისთვის რომ რომელიღაც მოქმედება განახორციელოთ, თქვენ შესაბამისი კამათები უნდა გქონდეთ. ანუ მე ვიჩევ რა მინდა რომ გავაკეთო და შესაბამისად მე იმ კამათას უდებ ქვემოთ, რომ გავააქტიურო ჩემი ექშენი. ამ შემთხვევაში მე რახან ორიანი და ერთიანი მაქვს, ბევრი არჩევანი არ მაქვს, ანუ ჩვეულებრივ შემეძლებოდა მხოლოდ გამეაქტიურებია კულტურა, რომელიც მეუბნება რომ მიიღე იმდენი გამარჯვების ქულა, რამდენზეც არის შენი კულტურაო, შესაბამისად კულტურა გვექნებოდა ერთი და მივიღეთ ერთ გამარჯვების ქულას მხოლოდ. ანუ ბევრი არაფერი მომცემი არ ამ შემთხვევაში. Legislation გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამით მოვიმატოთ ჩვენი მოქალაქეების ოდენობა და პლუს დამატებით 2 ბარათი ავიღოთ პოლიტიკის დასტი და მე ერთი ავარჩიოთ და მეორე ამოდოთ დასტის ქვეშ. პოლიტიკის ბარათების ოდენობა ხელში შეზღუდული არ გვაქვს და მე ბოლო ვარიანტი არის უბრალოდ მივიღოთ ერთი დამატებით ფილოსოფიის ტოკენი ამ ფილოსოფიის ექშენით. უნდა ითქვას ერთი რამ, რომ achievement-ები ამ თამაში როგორც ხედავთ არის 5-ნაირი და მოდი მივყვეთ. მოთამაშე რომელიც რაუნდში მიაღწევს 10 გამარჯვების ქულას, 12 მოქალაქის ოდენობას, 6 ჯარისკაცის ოდენობას, 4-ზე აიყვანს თავის ეკონომიკას, ან 3 პოლიტიკის ბრძოლას ითამაშებს. შესაბამისად, აი ეს legislation მოქმედება ჩვენ დაგვეხმარებოდა მაგალითად მოქალაქეების ოდენობის achievement-ის მიღწევაში, თუმცა ამ შემთხვევაში ამას მეტი არაფერს გაკეთება არ შეგვიძლია. მაგრამ რაში გვეხმარება მოქალაქეები? მოქალაქეები გვეხმარება ზუსტად იმაში, რომ მე თუ მინდა გავაკეთო მაგალითად trade action-ი, ამ შემთხვევაში მე სამიანი კი მართალი არა მაქვს, მაგრამ მე ამ სამიანს თუ დავუდებ თქვათ ორიანის ქვემოთ, ეს ნიშნავს, რომ მე სამიანი რომ გავააქტიურო, ერთი მოქალაქე უნდა გამოვიყენო, ასე ვთქვათ. თუ დამას დავდებდი ერთიანის ქვემოთ, მაშინ ორი მოქალაქე უნდა გამოვიყენო და ასე შემდეგ. ანუ პრინციპი ისაა, რომ რამდენიც აკლია თქვენს კამათას მასთან დადებულ მოქმედების ნიშნულთან, იმდენით უნდა დავეკროთ ჩვენი მოქალაქეობის ტრექსი. ამაში გვეხმარება ჩვენი მოქალაქეები, ანუ იდეაში ამოდიფიცირებს კამათას უფრო მარტივად რო ვთქვათ. როდესაც მოთამაშე ირჩევს თავის actions, ის დებს ამ actions სახით ქვემოთ, შესაბამისი კამათის ქვეშ. და შემდეგ ფაზაზე უკვე ამოვატრიალოთ. ათენმა აირჩია პოლიტიკა და ტრეიდი, სპარტამ აირჩია military და ტრეიდი. შემდეგ ნახულობთ. გავიხსენოთ ერთი რამე, growing population გვეუბნებოდა რომ დაის ფაზაზე ამ რაუნდში მხოლოდ თუ 4-იან ნაკლები გაქვთო კომბინირებულად თქვენ გაგორებული კამათლებით, რომ მიიღეთ ერთი ფილოსოფიის ტოკენიო და ორივე მოთამაშე იღებს ამ ტოკენს. შემდეგ ნახულობთ ვის უფრო ნაკლები აქვს გაგორებული და ის მოთამაშე ითვლება პირველ მოთამაშედ ამ რაუნდში პირველ მოთამაშე იქნება 10, იმიტომ რომ 3 აქვს მაქსიმუმ გაგორებული და მე ნახულობთ მის ყველაზე დაბალ ნიშნული მქონე მოქმედებას, ეს არის ტრეიდი, იმის რომ ტრეიდი გააკეთოს ერთიანის კამათის ქვეშა სამიანი ნიშნულის მქონე მოქმედება, შესაბამისად მან უნდა დაიკლოს 2-ით მოქალაქეების ტრექსზე, 1 და 2 ჩამოვიდა ის 1-ზე და ახლა გავაკეთებ ტრეიდი. ტრეიდი გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ მიიღეთ ერთი ფულიო, ერთი ფულით მეტი, ვიდრე არის თქვენი ეკონომიკის ლეველიო. ჩვენი ეკონომიკის ლეველი არის 1-ზე, შესაბამისად ჩვენ მივიღებთ 2 ფულს და შემდეგ გვეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ერთი exploration ტოკენიო 5 ფულათო. ანუ 5 ფულს უგადავთ ახლა მე შემიძლია რომ აი ეს exploration ტოკენები ისე შევიძნო რომ არ მომიწიოს სამხედრო მოქმედებების განხორციელება. რა შემჭირდება აი ეს ტოკენები? იმისთვის რომ გავავითარო მე ჩემი ქალაქი მჭირდება შესაბამისი სიმბოლოების არსებობა, ჩემს ირგვლივ და ასევე ბარათების თამაშისას მე მჭირდება შესაბამისი სიმბოლოები, რომ მქონდეს ისე წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას ბარათებს ვერ ვითამაშებ.
ამ სიმბოლოების აგროვების ორი ვარიანტი არსებობს სულ, ან ყიდულობ შენ მას trade action-ით, ან მიდიხარ და საბრძოლო მოქმედებებით განახორციელებ, რომელსაც ახლა ჩვენ მისულმალე military action-ზე გაჩვენებთ. მოკლედ, მე 5 ფულს არ გადავიხდი, არ მინდა 5 ფული დახარჯო მაგაში და ამით ჩემი trade დამთავრდა. იგივე საკეთებს შემდეგზე სპარტაც, ისიც იღებს 2 ფულს და არაფერს არ ყიდულობს. შემდეგ მოდის რიგითობით military action-ი. Military action-ი გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ მიიღე იმდენი ტრუფიო, რამდენიც არის შენი military level-იო და მე შეგიძლია განახორციელო ერთი explore action-იო. ჩვენ ამ შემთხვევაში ერთზე გვაქვს შესაბამისად ვიღებთ ერთ ჯარისკაცს, ანუ აი აქ ავდივართ 1 ზემოთ და ეხლა შენ შეგვიძლია განახორციელოთ explore action-ი. Explore action-ი გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ სამი სხვადასხვა ფერია, როგორც ხედავთ, წითელი, ლურჯი და მწვანე და მოცემული არის ორი ნიშნული. ერთი ზემოთ ნიშნულია მოცემული, რომ ამდენი ჯარისკაცი გჭირდება მინიმუმ, რომ ამ expedition-ზე წახვიდე და ქვევით მეუბნება, რამდენი ჯარისკაცი მოგიკვდება. ანუ ეხლა მე რო წავიდე ამ ექსპედიციაზე, მინიმუმ 2 ჯარისკაცი უნდა მყავდეს დაქირავებული. მე მყავს 1 ჯარისკაცი მხოლოდ და შესაბამისად ამ ექსპედიციაზე ვერცად ექსპედიციაზე მე ვერ წავალ, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ რაუნდში მე უკვე შემესადობა მექნება რომ წავიდე, თუ იგივე military action-ს გავაკეთებ და თან შეგახსენებთ რომ მე ერთით ნაკლებ ჯარისკაცს დავკარგავ ჩემს explore action-ებზე. ანუ ეს ნიშნავს რომ აი აქ ამ მოქმედების შემთხვევაში თუ სხვა მოთამაშე ეს ჯარისკაცი მოუკვდებოდა ამ ექსპედიციის შედეგად მე სპარტას არ მოუკვდება არც ერთი ჯარისკაცი მაგ ექსპედიციას, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია შემდეგი build-up-ისთვის. ნუ ამ შემთხვევაში სხვა ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ჩემი სვლა დამთავრდება. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკის section-ს, რომელიც აქ გვაქვს მოცემული, პოლიტიკის section-ზე ეს მეუბნება რომ ერთი პოლიტიკის კარტი ითამაშე შენი ხელიდან. მე ვითამაშებ აი პოლიტიკის ბარათს, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არის scholarly welcome-ი, ერთჯერადი ყისიერი ეფექტი აქვს, 2 ფული უნდა გადავიხადო, ის 2 ფული, რომელიც მე ვიშოვე და დავხარჯე უკან და მეუბნება, რომ ერთ ნებისმიერი ტოკენი, ანუ expedition-ის ტოკენი აიღე რეზერვიდან და დაიდე შენი ბორდის გვერდზეო. ეხლა დავხედოთ, რა ტოკენები მჭირდება. აი აქ თქვენ ჩემს development-ს გზაზე ხედავთ, რომ მჭირდება მწვანე, წითელი, 2 ლურჯი და მე კიდევ დამჭირდება 1 მწვანე და 1 წითელი. შესაბამისად, ეხლა ამ მწვანე უნდა ავიღო, ან წითელი. ამიტომ, როცა ეს არჩევანი მაქვს, ეხლა დავხედოთ ჩემს სათამაშო ბარათებს. იმის რომ ეს ბარათი ვითამაშო, წითელი ტოკენი მჭირდება, ამ ბარათს 2 მწვანე მჭირდება, ამას 1 ლურჯი მჭირდება, ამას 1 მწვანე მჭირდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ გრადუალიზმი ვითამაშო, ამიტომ მწვანეს ავიღებ და დავიდებ აქ ჩემს გვერდზე, სულ რაღაც 2 ფულად და უკვე შემილია რომ შემდეგ ფლაზე მე საერთოდ უფასოც აი ეს ბარათი ვითამაშო და შესაბამისად უკვე გრადუალიზმის ეფექტი გამოვიყენო. ამით მორჩა D ფაზა რაუნდისა და გადავედით E ფაზაზე. E ფაზა გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგრესი ერთ რომელიმე ტრეკზე. ეკონომიკაზე, კულტურაზე ან სამხედროზე. როგორც ხედავთ, თითოეული მათგანისთვის, ანუ თითოეულის ზევით წაწევისთვის უნდა გადავიხადო შესაბამისი უდენობის თანხა. აქ ჭირდება 2 ფულის გადახდა, აქ ჭირდება 1 ფულის გადახდა, აქ ჭირდება 2 ფულის გადახდა. დააკვირდებით, რომ თუ კულტურის ტრეკზე თქვენ ახვალთ აი ამ ლოკაციაზე, ანუ როდესაც აქედან აქეთ გადადიხართ, ანუ მესამე და მეოთხე ლეველზე გადადიხართ, თქვენ იღებთ დამატებით მესამე კამათეს, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის თამაში. ჩვენ ამჟამად შეგვიძლია გადავიხადოთ 2 ფული აი ამ ნიშნულზე და ეს მოგცემს ჩვენ 3 დამატებით მოქალაქეს. ეხლა ნახეთ რა შეგვიძლია ჩვენ გაგვეკეთებია ჩვენს პლანზე. აი ეს მოცემულობა გვეუბნება რომ ჩვენ C ფაზაზე, ანუ აი აქ, როდესაც ჩვენ კამათლებს ვიყენებდით, შეგვიძლია დაგვეხარჯა ერთი ესეთი ფილოსოფიის ტოკენი და 3 მოგვემატებია მოქალაქეების ოდენობა. ჩვენ დაგვეხარჯა 3 ფილოსოფიის ტოკენი, სიტყვაზე ვთქვა დავხარჯეთ C-ზე და 3-ზე დავიწყეთ, შესაბამისად აღმოჩნდით 12-ზე. ორიანი რო 5-ზე ამეყვანა, ყველა ვარიანტში დამჭირდებოდა 5-3-ის დაკლება, შესაბამისად 3-დან 0-ზე ჩამოვარდებოდი და 1-იან 3-ზე ამეყვანა, კიდევ 2 უნდა დამეხარჯა. ამიტომ როდესაც ჩვენ გავაკეთეთ აქედან ზევით ასვლა, +3-ით მოვიმატეთ და უკვე ნახეთ, მოახერხეთ ის ამბავი, რომ 10-დან ავედით 13-ზე და ამ რაუნდის ბოლოს ჩვენ უკვე გვაქვს მიღწეული achievements 12 მოქალაქე უკვე გვყავს. რა თქმა უნდა, ის ამბავი რომ ათენი იწყებს 3 ფილოსოფიის ტოკენით ძალიან მაგარია და ამ achievement-ის აღებაში ძალიან დაგეხმარება, თუმცა რეალურად achievement-ი არის მხოლოდ 1 ტექსი ან 1 გლორის აღება და რამდენად გიღით, ეგ ამბავი კიდე გასარკვევია. თუმცა ნუ თავშოთ ეგ ამბავი გავაკეთეთ ჩვენ და ამ შემთხვევაში სპარტას მაგის შანსის, მიღწევის შანსი საერთოდ არ აქვს. შესაბამისად,
ჩვენ ამ რაუნდის ბოლოს achievement ფაზაზე მაგას მივიღებთ. მოკლედ ეს მოვჩით, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ფილოსოფიის ტოკენის გამოყენებით, აი მეორე ოფშენი რაც აქვს ფილოსოფიის ტოკენს, არის ის, რომ თქვენ პროგრესის ფაზაზე შეგიძლიათ მარტო ერთხელ ახვიდეთ ზემოთ რომელიღაც ტრეკზე, მაგრამ თუ თქვენ გადაიხდით კიდე დამატებით ერთ ფილოსოფიის ტოკენს, შეგიძლიათ კიდე წავხვიდეთ რომელიმე ტრეკზე, თუ რა თქმა უნდა გადაიხდეთ შესაბამისი უდენობის თანხას. ანუ ამ შემთხვევაში მე თუ დავხარჯავდი პროგრესის ტოკენს, შემიძლია გადავსულიყავი ერთით აქ, მე კიდე დავხარჯავდი პროგრესის ტოკენს, კიდე გადავიდოდი ერთით აქ, თუ ორ ფულს გადავიხდით და ასე შემდეგ. ნუ ამდენი ფული არ მექნებოდა, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი არის ეს ყველაფერი. ნახოთ რას იზამს სპარტა. სპარტა ამ შემთხვევაში დახარჯავს ორ ფულს, რომ აიწიოს მილიტარი ტრეკზე და გადააგდებს ერთ ფილოსოფიის ტოკენს, გადაიხდეს ერთ ფულს, რომ აიწიოს კულტურის ტრეკზეც. ამით მორჩა სპარტას სვლაც და გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე. ეს არის F ფაზა, F ფაზაზე ვაკეთებთ event resolutions, event ამ შემთხვევაში უკვე დარეზოლვებულია და მე გადავდივართ achievement ფაზაზე და achievement ფაზაზე ზუსტად ათენმა მოახერხა, რომ მას მიაღწია მხოლოდ ამ achievement-ისთვის, შესაბამისად აიღებს თავის შესაბამის სიმბოლოს, განათავსებს აქ და მიიღებს ან glory-ს ან text და ამ შემთხვევაში ათენმა გადაწყვიტა, რომ მიიღებს text-ზე ერთი ზევით წასვლის საშუალებას. რომ ყოფილიყო ის, რომ სპარტასაც ამ რაუნდში დაესრულებია, ისიც დადებდა თავის სიმბოლოს შესაბამის achievement-ზე და ორივე მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ text-ი მიიღოს, glory-ს მიღების საშუალება მათ არ აქვს. ანუ არჩევანის საშუალება მათ უკვე აღარ ექნებოდათ ამ შემთხვევაში. ასე მთავრდება რაუნდი, გადავაგდებთ growing population-ს, ანუ უკვე წასულ event-ს გადავაგდებთ და იწყება ახალი რაუნდი, შემოვყავს ახალი event-ი, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა მოთამაშე იღებს 3 ჯარისკაცს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, ზოგიერთი event-ი კარგია, ზოგიერთი event-ი არც ისე კარგი არის. მაგალითად, აი ეს event-ი გვეუბნება, რომ მოთამაშეს რომელსაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი ყავს, მიიღებს 4 ქულას, ყველაზე ნაკლები ჯარისკაცი რომელსაც ყავს, ის კარგავს 4 ქულას. და ძირითადად ეგეთი event-ები არის დამოკიდებული ჯარისკაცების ოდენობაზე. ასე რომ სამხედრო ძალა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თამაში. ასე მიმდინარეობს თამაში, უბრალოდ სხვა მოქმედებებს რო გავიაროთ, military უკვე ვიცით, culture ნიშნავს, როგორც გითხარით, რომ ხელაზეც არის ჩვენი კულტურა, იმდენ ქულას მივიღებთ, უბრალოდ პირდაპირ ისე, legislation ვიცით, philosophy ვიცით, military ვიცით, დაგვჭა development-ის თამაში შეგიძლიათ მხოლოდ 6-იანზე და უბრალოდ დადიხართ ერთით თქვენს development მრიცხვაზე. ანუ ამ შემთხვევაში მე უკვე მწვანე მაქვს, წითელი რომ მქონდა development ბარათს თუ ვითამაშებ, იმას ავწევ აქ და ეს მეუბნება, რომ ყოველ წელიწადს ვითამაშებ შენ ბარათს, მიიღებ 2 ფულს და 3 ქულას. ანუ ეს ნიშნავს, რომ მე თუ ეხლა წითელიც დავითრია და მე ეს ავწიე ზევით 10, როდესაც ვითამაშებ, მე ბარათებს ყოველ ბარათს თამაშზე მივიღებ 2 ფულს და 3 ქულას. კიდე ზევით თუ ავწევ, ყოველთვის მივიღებ 2 დამატებით ჯარისკაცს. და სულ ბოლოზე თუ გავავითარებ, თამაშის ბოლოს მე მივიღებ 3 ქულას თითოეულ თამაშები კარტისთვის ჩემს ქალაქში. რაც ძალიან ბევრია და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ზოგიერთ ბარათი კიდე დამატებდეს ეგეთ თქვენს ბონუსზე დამატებით ბონუსი იყოს. აი მაგალითად ეს ბარათი მეუბნება იგივეს, ოღონდ კიდე პლუს დამატებითი 2 ქულა არის. ანუ შესაბამისად ეს განვითარებული თუ მაგ ეს ნათამაშები თუ მაგ წარმოიდგინეთ თითოეულ ბარათი 5 ქულა იქნება ჩემთვის. აი ესე მიდის თამაში, მოკლედ ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივად გასაგები თამაში არის, უბრალოდ თქვენ კარგად უნდა აწყოთ ძრავი. თქვენ უნდა შეეძლოთ თქვენი ქალაქის სახელმწიფოდან გამომდინარე იმის განსაზღვრა რა არის თქვენთვის პრიორიტეტი, სამხედრო ძალების განვითარება, ეკონომიკის განვითარება, კულტურის განვითარება თუ რა და მაგის მიხედვით უნდა აწყოთ თქვენი თამაშის პროცესი. მე-9 რაუნდის ბოლოს თამაში დამთავრდება და ვისაც მეტი ქულა ექნება, ის გაიმარჯვებს. სულ ეგ იყო ხო რა? იმედია მოგეწონათ, კითხვების შემთხვევაში მოგწერეთ, დაალაიქეთ ჩვენი არხი, გამოვყევით და ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.